შემდეგი 24 საათი ტყეში საკმაოდ მკაცრი იქნება, იმიტომ რომ ამინდი უეცრად შეიცვალა. წარმოიდგინეთ, ზამთრის ცივი ღამე და წვიმა, რომელიც გისველებს ყველაფერს, რადგან თავშესაფარი არ გაქვს, რომელიც ამ წვიმაში აგავებს. ჩაუჯექით მეგობრებო, წინ საინტერესო ვიდეო გეროდებათ. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBR Wilds. დღეს გეგასთან ერთად ვარ წამოსული ტყეში. ჯერჯერობით მშრალი ამინდია, სველი თოვლია გარშემო. ახლა ამ მომენტში ყინვა არ არის, ყინვა იწყება საღამოდან და ტემპერატურა დაეცემა მხოლოდ -4 გრადუსამდე. ჩემთვის უკვე -4 გრადუსი სითბოა. აქ გავშრით ბანაკს, საძილე ტოვნებს გულისხმობს, საწოლებს მოვიწყობთ. იმიტომ რომ ეს ადგილი ასე თუ ისე მშრალია, ზეადგება რა კითხარეს. თოვლიც არ ადევს. იმიტომ რომ ამ თოვლზე რომ რამე გაშალო პირდაპირ ეგრევე დაგისველდება. აქ დავრჩებით და ცეცხლი გვენთება პირდაპირ. ნახოთ მეგობრებო, რა გველის წინ ასზე არა ვარ. ჩაუჯექით და არ გამოტოვოთ არც ერთი წამი. სულ სველი თოვლი დევს გარშემო რა და გეგას მოვიდა ერთი საინტერესო იდეა. ეს თოვლი რომ შევაგროვოთ და თოვლის თავშესაფრის თემა რომ მოვიწყოთ. ბევრი არ არის, აი როგორც ხედავთ, ბევრგან უკვე გამდნარია საერთოდ რა, მაგრამ ზემოდან რომ შევაგროვოთ და რაღაც და მოვიტანოთ. წესით გვეყოფა, ისე რომ ორი კაცი დავეტიოთ. მოგეთ ასეთი დიდი გუნდები უნდა შევაგროვოთ, ჩავიტანოთ წეგანს, სადაც ჩანთადავდე. მერე ხერხით ფორმებს მივცემთ. წინ გვაქვს მთელი დღე, დილა არის, მაინც ადრეა და ზეც ახლა მოვიდა. ყველაფერს მოვასწრებთ. აუ, დაიშალა. ამაღამ შესაძლოა რომ დაგვერხეს, იმიტომ რომ მაგრაცთან. იმიტომ რომ თოვაა გამოცხადებული და ჩვენ ამის გადახურვას ვერაფრით ვერ მოვახერხებთ. სპეციალურად არ წამოვიღე არანაირი ტენტი. არაფერი არ წამოვიღე, ორი ტენტი დავტოვე ფარეხში, ერთით სახლში. ამის გადახურვა ასე შანსი არა, ტოტები რომ დაალაგო და რაღაც სველი თოვლი ყოველთვის არის მძიმე.
ჩათვალეთ წყალი აქვს ახლა ამას ძალიან დიდი რაოდენობით შეკავებული და ძალიან მძიმეა რა დიდი ის რო უწია წეღან ეგეც კაი მძიმე იყო და მაგებს რო დაალაგებ ნედლი ტოტები თუ გაუძლებ და ნედლი ტოტი ჯერ ერთი ხეს არ ვჭრი ნედლ ხეს იმიტომ რომ ცოცხალია და სანამ ცოცხალია არ ვჭრი არაფერს და მეორე კიდე არ შეიძლება მაგებს რო დავალაგოთ ესე ეგრევე ჩაგვიტყდება დაგვეცემა ღამე ამიტომ ამას ვაკეთებთ კედელს უბრალოდ წინ გვენთება ცეცხლი სითბოს თემეში ეს გვექნება კედლები რა და იმედია ეს ხე გვიშველის ღამე რა პირდაპირ აგერ 3-4 ფიჭვის ქვეშ ვართ და თუ გვიშველის თუ არა და რა ვიცი თუ არა და როგორმე გადავიტანთ ღამეს ეს არაფერი ამის 3 მაგი 4 მაგი მაინც დაგჭირდება რომ კარგად შევავსოთ ის ადგილი ძალიან ბევრი წიწვები ყრია გარშემო ეტყობა თოვის დროს ცვივა ხოლმე არ ვიცი და მაგებს ესე შევაგროვებთ და შევყრით ესენი ბევრი ყრია ძალიან მეგობრებო გუშინ დავდე ვიდეო შობას აქაც გილოცავთ ისევ ლაშქრობის და არ შეიძლება რომ არ ვთქვა რა აი მან კომენტარები ისეთ საოცარი იყო აი ვერ აგიხსენებთ ისე გამობედნიერეთ მაგ კომენტარებით არის ძალიან მიყვარხართ ყველა მართლა ვიძახი ჩემთვის მეორე ოჯახი ვითხართ ისეთი კარგი კომენტარები იყო რავი ალბათ კარგი კომენტარების რეკორდი მოხსენით ერთ ვიდეოზე იმიტომ რომ რავი აი საოცარი კომენტარები იყო ძალიან დიდი მადლობა ყველას ასე რომ მაფასებთ და გიყვარვართ მეც ასე მაგრად მიყვარხართ არ გიცნობთ ესე სათითაოდ ბევრს ვიცნობ უკვე ბევრი გავიცანე მაგრამ ესე არ გიცნობთ მაგრამ აი მართლა მაგრად მიყვარხართ და რავი ჩემთვის ხართ ოჯახივით ძალიან ჯიგრები ხართ ძალიან მიყვარხართ რა აი მარტო მაგით ვარ ქართული YouTube-ზე ბედნიერი რომ ეგრე გიყვარვართ რაც არ უნდა დრო გავიდეს რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს სანამ ფიზიკურად შევძლებ რაც არ უნდა დაკავებული ვიყო ცხოვრებაში და სხვა საქმეები მქონდეს სანამ ფიზიკურად შევძლებ შეიძლება ასე აქტიურად ვერა მაგრამ სულ დავდებ ვიდეოებს მარტო იმის გამო რომ ასე გიყვარვართ და ასეთი საოცარი სიტყვები მითხარით აი წინა ვიდეოზე ამხელა სიყვარულს მე ოჯახის გარდა არავისგან არ ვიღებ ამიტომ რავი თქვენ ხართ ჩემი მეორე ოჯახი მადლობა ჯიგრები ხართ ისება ნენელა რა საყვარელი არის რა და ჯანიანი მეგობრებო დაიმახსოვრეთ, ვინც არიცით. კვარის მხარე ყოველთვის არის მაგარი, რატომღაც უფრო ძლიერი არის ვიდრე ეს მხარე რა და ნაჯახს როდესაც კვარის მხარეს ურტყავ, დიდი შანსია რომ საერთოდ არ ჩაერჭოს და უბრალოდ აისხრიტოს რა ნაჯახი და წინაზე თითში რო ჩავირტყი. ხო გახსოვთ.
აი თუნდაც აქ ჩეხავდე ან ხერხით უფრო მაგარია ყოველთვის და აი ამ დროს დარტყმის დროს გაითვალისწინეთ ყოველთვის. სწრაფი კოსონისთვის გჭირდება კარგი ხმელის შეშა, როგორიც ეს არის და ყვარი. გაიცნო, ყოველთვის ყველაზე საჭირო ჯოხების გადაგდება რატო გინდა? ეს ასე კოცონი გვაქვს. წინასწარ დავანთე მეგობრებო. შუა დღეა და შუა დღეს ცოტათი გაცდა კიდეც. კონდეს ჯობია. აქ გვაქვს საქონლის ხორცი. დღეს გვექნება საქონლის მწვადი. რადგან მე ღურს არ ვეტანები. არ შემიძლია და რა უყო. საქონელს და ქათამს რა ჯობია. გინდა სარგებლის მოტანა თქვი, სარგებლიანობა, გინდა გემო. აჯიკაია ტრადიციულად. აჯიკაიას წამოღება დამოვიწყდა თვითონ აჯიკის. აქ ფიცერზე მოუხდებოდა არა და. მეგობრებო, ნაკვერჩხალზე არ წავდა გეტყვით რატო. ზოგადად ნაკვერჩხალზე რა თქმა უნდა უფრო კარგი არის. უფრო ნელა იწვება და უფრო გემრიელი გამოდის, მაგრამ ესეთ პირობებში როცა მაგრად ცივა, შეშა გჭირდება, დროის თემაცაა და მოსწრებაზე ხარ, რავი, ნაკვერჩხალზე დევნას არავინ დაიწყებს. თუ რა თქმა უნდა გვერდით მანქანა არ გიყენია სადმე და კომფორტში არ ხარ. ამიტომ ასე ცეცხლს შეიწვას, ესეც მაგარი გემრიელი გამოდის ხოთა შორის. ძველებური მეთოდი რა. ნოე რა საყვარელი არის, სანამ გამოვიდოდით, ჩანთაში ჩაუგდია თავისი ბურთი. ასე დაიჭერს ხოლმე ორ ბურთს. პატარა ხელები ხო აქ? ეს უკვე მაგისთვის დიდი ბურთია, ესე დაიჭერს ხოლმე და ესე დადის ხოლმე ჩილქები ვირთ. მოვადრო და ნუეც სივლის ესე ჩემთან ერთად. აი ხო?
როგორ დილია? კარგად ამშვენებო. მაგრად თბილა მეგობრებო, აი, კოცონთან რა, ფაქტობრივად არც იგრძნობა გარე ტემპერატურა. ტრადიციულად. გუროს და ნოდარის მოვიკითხა ვიდეოდან, წეგან გეგას უყვებოდი, როგორ გავიცანი გურო და ნოდარი. ერთად რო წავედით, ჩვენ თავგადასავლები მოუყევი პირველი წვიმის და მოგიკითხავთ ბიჭებო აქედან, მაგრად მიყვარხართ. ჩაგორდა ჯიგარი დაწვა. 1 საათის წინ ალბათ გვიჯექის ეს დაუყურებდი და გვერდით ასე დამიჯდა, თვალებში მიყურებს და თან თვალით აქეთ მანიშნებს რა და მიდით აისო წადი დაწექითქო და შევიდა ეგრევე დაწვა. 9 საათია ჩვენ ცეცხლთან აგვერ ზივართ. თბილა დრო ვიყოთ. ჯერ დაწოლას არ ვაპირებ. მეგობრებო, რა მაგარი რაღაც გამოვიდა, იცით, აი, ხო ვითომ არაფერი, უბრალოდ ოვალური კედელია, მაგრამ შიგნით იცით როგორი თემაა, რაღაც სიმყუდროვეა რა თითქოს. ახლა დაწვა და მეც ვაპირებ დაწოლა ცოტა ხანში და აი თითქოს რაღაც სიმყუდროვეა, აი ძილიგინდება რა. მაგრამ იმედი არ ჩაგვიშხამდება ღამით. ამით გადავხედე, ღამის 12-დან გამთენის 5-6-მდე წერია წვიმანარევი თოვლი რა, თოვლჭყაპი. 0.2 მმ წერია რა და ნახოთ თუ ძალიან არ წამოვიდა და ზედმეტად არ დაუშვა და ეგ 0.2 მმ გამართდა ეს ხეები რაც ჩვენს თავზეა შეაკავებს რა და თუ არა და არ ვიცი დაგვერხეო და ალბათ ცეცხლი უნდა დავანთოთ და აკვიდით არ ვიცი რა მოკლედ ნახოთ მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის დაწოლამდე ცეცხლს ისე გავაკეთებ რომ არ ჩაქრეს და თუ ღამით დაგჭირდა ცეცხლთან დაჯდომა ან რაღაც მსგავსი გვექნება რა ძალიან თბილა მეგობრებო გამისა ესეც გავიხატა. ზივარ და ამით მარმარე ვამოწევ. ერთი იმის იმედი მაქვს, რომ ჩვენს თავზე არის 5 ხე წრეზე რა და ეს 5 ხე ერთმანეთში აესია. ზემოთ ფიჭვის ტოტები აესია რა ერთმანეთში და გონია რომ თუ 0.2 მმ რო წერია, ბევრი არ არის. გონია რომ არ ჩამოვა არაფერი რა და ჩაოლებრივად ვიქნებით. მორები გავამზადე. 1 მორი, 2 მორი, 3, 4 მორი მაქვს. ისეთი რომელიც დამწვარი არაა რა და რამე ეგეთი რაღაც მოხდეს. რამდენიმე საათს გაგვაქაჩინებს. რომ თბილად ვიყოს და მშრალად. ამიტომ არიდერდოთ. ესეც ასე მეგობრებო, ქურთუკი გავშალე. საძილე ტომარას ჩაწოლამდე რასაც გაიხდით ხოლმე, ყველაფერი დააფინეთ ქვედა მხარეს, უფრო თბილადაც იქნებით. და ამას დამატებული დირას რო ადგებით, თბილ ტანსაცმელს ჩაიცმეთ. ახლა ჩავგურდები. მეგობრებო, რა მაგარია, იცით? ძალიან თან. რაღაცნაირად სასიამოვნოა და სიმყუდროვე არის. ცალკე ეს წინ ცეცხლი რო ჩანს ისა კედლები ძალიან მაგარია. მეგობრებო, ერთი იდეა მაქვს. სხვა დროს როდესაც წამოვალთ თოვლში, წინა მთელი ზამთარი რა, იანვარი, თებერვალი, მარტის რაღაც პერიოდის, წესით მარტიც მთლიანად. თოვლის თავშესაფარს ავაშენებთ დიც, აი ესეც რა. ხო და გადავხურავთ ტენტით. წესით ჩემი ტენტები ეყოფა რა ის უბრალოდ ტენტი რო დამაქვს ხოლმე. ხო და აი წინ ეს წირაც არის სიცარიელი. ეგეც რო ამოვავსოთ დაწოლის წინ. ერთი პატარა ფანჯარასავით გავაკეთოთ, რომ აი ჰაერის თემაში რა. წარმოიდგინეთ, თლიანად დახურული რო იქნება ეს სივრცე. რა მაგარი იქნება.
მოკლედ მაგას გავაკეთებთ აუცილებლად. თავარია ამიდმა ხელი შეგვიწყოს. მეგობრებო 11 საათით შესრულდა, ამით გადავხედე. რავი, თითქმის 0 იმაზე ჩამოვიდა რა 0 მილიმეტრზე, ანუ ძალიან ცოტა შანსია იმის, რომ რაღაც მოხდეს. ნალექს გულისხმობ. ძალიან კომფორტულად წევა რა, წელს 2026-ში ეს არის უკვე მესამე ლაშქრობა და მთელი 2025 ზამთარი რო დაიწყო რა. ეს ასე კომფორტულად მე არ მძინებია რა. სერიოზულად მძინებია რა, ასე კომფორტულად არ დავწოლი რა, უკვე მივითიშე, იმიტომ რომ მაგრად მეძინება. მეგობრებო, ტკბილი ძილი შევხვდებით დილას. ცეცხლი ცოტათი ანთია ისე. რო რამე იყოს უცებ გამოვაცოცხლებ, იმიტომ რომ ნაკვერცხალი კარგად იდა. აქ არის დაისონი ჩამწრული. აბა დილამდე. აუ მეგობრებო, რაც არ მინდოდა. თოვლჭყაპი. წესით გავუქაჩავს საძირე ტომრები ამ ეტაპზე. ახლა დგომა მაგარიცოდი იდეა ისა წყალი მეთქი ცეცხლით შეხედით. პაპუ. შეჯერებით მეგობრებო, გადავწყვეტეთ რომ ეს უბრალოდ ვიწვეთ რა. შეხედეთ მეგობრებო, ეს უკვე ნამეტანი არის რა. ჩემ საძილე ტომარას ეს არ ვიცი ზუსტად. აი ეს ჩემი მსუბუქ წვიმას უძლებს რა, მაგრამ გარედან შეხედით. დალპადა. ზამთრის წვიმაზე ცუდი რა არის. თან თოვლნარევია რა, თოვლჭყაპი. ახლა უნდა დავანთოთ ცეცხლი. ამებს ავაგორგოლავებ და ხეზე შემოვკიდებ თან რამე ეგეთი. ცეცხლი გჭირდება. ავით დაინთება რო? მაგარია მეგობრებო ძალიან, ხო ძალიან ცუდია ეხლა რა, გძინავ შენთვის კარგად, თბილად წევ ხარ კომფორტულად ძალიან და უცებ იწყება ზამთრის წვიმა, იმიტომ რომ ზამთრის წვიმა არის ყველაზე ცუდი, გასველებს და თან ცივა. გაზაფხულიან ზაფხული იყოს დაძვები და ეგ არის. მაგრამ აი მაინც მაგარია და მაინც ასწორებს. ახლა გჭირდება კარგი ცეცხლი, ისეთი რომ დიდი მორებით დავანთოთ რა. ამიტომ ცოტა ხერხვა ჩეხვა მოგვიწევს აქ რეებით გვაქვს შეგროვებული მაგეების. ამის ქვეშ არის მეგობრებო ბარგი. ნუ ეს პარალონი. ასე რო თქვა, წყალგამძლეა თქო არა რა. ჩემი აგე საერთოდ დავკეცე. ამას ახლა რო ვიყენებდი ხოლმე მანამდე სინესტეს იჭერს რა, ატარებს, მაგრამ აი ესე ქვემოთ წვეთ-წვეთად არ წავა, ამიტომ ამის ქვეშ დავტოვეთ. უცებ ნახეთ რა მაგარი ცეცხლი გაეძრო. კაი ვქენით რომ ბევრი მორები მოვიმარაგეთ წინასწარ. ხომეტი სირთულია ასე, მაგრამ მაინც ასწორებს რა. განსხვავებული რაღაც გამოვცადეთ დღეს. ზამთრის წვიმაში არ მოყოლიდო რა ესე თავშესაფრის გარეშე. მაგრად ასწორებს რა. მაგ დროს შენი მიზანი რო არის უბრალოდ ცეცხლი გენთოს თბილად იყო და არ დაიძინო. მაგარია რა. შვენივრად
ვიღებთ სიამოვნებას. არც ამინძი არ დავდო. თუ გინდა რავი თავსხმა წამოვიდეს და მე მოყინოს. ღმერთს რაც უნდა ეგ ამინდი იყოს. ჩვენ აგერ დავხვდებით და რითიც შევძლებთ გავმაგდებით. 4 საათის დაიწყო მეგობრებო. გათენებამდე დარჩა კიდევ 4 საათი. ახლა ჭამთ რაღაცებს. დრო ხო უნდა გავიდეს რამით. თავარია ცეცხლი გვაქვს. წვიმამაც გადაიღო, აი სულ ცოტა წინ წკრავს რა, ისეთი არაფერი. სიცივით კიდე არციო, ყოველ შემთხვევაში ვერ გძნობ რავი. პარალონის გაშრობა მიმდინარეობს აქ. წამოსაწოლად რომ ცეცხლთან ვიყოთ წამოწოლილები გამთენიამდე რა, სანამ კარგად გათენდება. ნომერი ჩავბაგდეთ და დავგაზოთ. მეგობრებო, ამით გადავხედე სადღაც 1 საათში ისე ვაპირებს წვიმას. ფიქრობ მანამდე იქნება საძილე ტომარა გავაშრო. იმიტომ რომ შიგნით რო დავბრუნდეთ და ისე ვიწვიმოს, იგივე სიტუაციაში ამოყოფთ თავს, ხელახლა დავსველდებით. უბრალოდ მინდა რომ გავაშრო და აქ ძალიან კარგად ვართ, თბილად ვართ. სხვათა შორის უკვე შევწუხდით კიდეც. იმიტომ რომ ჩემთან მაგრად ცხელა, რავი. შენთან ცხელა? კი. ხო, აი მიმართლა უკვე აღარ შემეძლო წოლა. არა და ასეთი რაღაცის გადაღებას ვაპირებდი ცალკე სხვა დროს, რომ აი ყველაფრის გარეშე წამოვიდოდი. ცეცხლი, ვაღოთ მაგაზი კარგი გეგმა მაქვს ამისგან განსხვავებული. ყველაფრის გარეშე ლაშქრობა ზამთარში. მაგას აუცილებლად გადავიღებ, მაგრამ დღეს ასე გამოვიდა რომ რაღაცა რეპეტიციასავით გავიარე რა. და მშვენიერია. რთული არ იქნება ამის გაშრობა, იმიტომ რომ შიგნი არ შესულა წყალი. რაც კარგია. უბრალოდ ზემოდან, ქვემოდან სუსველია. ბევრი აღარ დარჩა ცოტაც და გაშრება ჩემი საძილე ტომარა. უბრალოდ სამფრთხილად ვარ, რომ ნაპერწკალი არ მოხდეს რა, იმიტომ რომ საძილე ტომარას ნაპერწკალი რომ მოხდეს, ჩათვალეთ აი ტყვია მოხვედრია იგივე რა, იმიტომ რომ ეგრევე ჩაწოს, აი ესე გაუტარებს. მარტივად ალებადია რა, როგორც გარე მხარე, ისე შიდა მხარე მით უმეტეს. ისე მეგობრებო, ტაისონზე ვისაც გაინტერესებთ, ცეცხლთან ჩვენთან არ მოდის რა, ცეცხლის რავი ეშინი ან არ სიამოვნებს ახლოს ყოფნა და პლედი რომ მქონდა ის მშრალი იყო საბედნიეროდ, პარკი დავაფინე რომ არ დასრულებული იყო და პლედზეა წამოკოტრელებული და სძინავს. დავწექი მეგობრებო, რომელი საათია? 6:30-ია. 8-სკენ მგონი თენდება, აღარც მახსოვს. ცოტა თუ არ დავიძინე, ძალიან ცუდი იქნება ხვალინდელი დღე რა. ჩემთვის ძილი არის უმნიშვნელოვანესი, ყოველთვის მოწესრიგებული ძილის გრაფიკი მაქვს. მეტუმეტეს ხოლმე ვარჯიში მაქვს და ესე უძილარი ვარჯიში ძალიან ცუდია. ამიტომ მეგობრებო, ტკვირი ძილი და შეხვდებით დილას. აუ, მეშინია რომ საძილე ტომარა არ დამეწოს რა და ქურდუკი გავიხადე და ესე ზემოდან გადავაფარე. წეღან კი დაგემშვიდობით, მაგრამ უცებ მინდოდა ეს მეთქვა. შიგნით ჩვეულებრივად დავიძინებდით რა, მაგრამ ის წიწვები ძალიან დასველდა რა. აქეთ მაინც მშრალია ასე თუ ისე, სადაც ახლა პარალონები გვიდევს. მიწა, იმიტომ რომ ცეცხლი გვენთო და მანამდე მოშრა და აი იქით ისეთი სველი არის, იქით რო დავწვეთ, პარალონები ისევ დასველდება. ავტომატურად მე საძილე ტომარაც მაინც ნესტიანად იქნება რა, ამიტომ აქ ჯობია სითბოში ძილი. გათენდა 8 საათი. ეს გამთენია საკმაოდ ცივი იყო. ესეც ჩვენი კედლები მოდნა რა. ღამით და მე უკვე ისევ ყინვა დაიწყო და გაიყინა. ცეცხლის ჩასაქრობად იდეალური იქნება, მოხსენი დააგდე. მაგრაციო დილას.
მეგობრებო, ბარემ აქედან დაგემშვიდობებით, ისეთი აღარაფერი იქნება რა. ჩავივლით, ჩავჯდებით მანქანაში და ეგ არის, მანამდე ჩავბარგდებით. რაც თავარია, მშრალები ვართ და ღამემ კარგად გადაიარა. მაინც მშვენიერი იყო რა. სხვა დროს გპირდებით, თოვლის თავშესაფარს ავაშენებ, ოღონდ უფრო მაგარს. გადავხურავ ტენტით და წინიდანაც დავხურავ რა. ნახოთ. საქართველოში კაი ნალექი იყო მანამდე და მე თითქოს მოიკლო და ცოტა დათვა კიდეც რა, თუნდაც თბილისი ავიღოთ. კარგად ყინავდა, მაგრამ მე წინა დღეებში ზიანი ამინდი იყო. ხო, მოკლედ მეგობრებო, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. დიდი მადლობა რომ მიყურებთ. თქვენ უყურებთ BBR World-ს, აბა მაგრად.